სიმართლეს დაიჯერებს ევროსაბჭო. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს აქ წარმოდგენილი. შეუჩერდება თუ არა 26 წლიანი წევრობის შემდეგ საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება. მოგიწოდებთ არცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ერთი დღეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. იმედი მაქვს, რომ არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური იარაღად ქცევის ცდილობებს და გაიაზრებენ იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ეს თავად ასამბლეას დააზიანებს. ამერიკული გრანტების გაყინვის 90 დღიანი პოლიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატები გადახედავს იმას, თუ სად და როგორ ხარჯავს ვაშინგტონი ფულს. დონალდ ტრამპის დავალებით USAID-ის ხელმძღვანელობა სამსახურიდან დაითხოვეს. მე ვისურვებდი, რომ რაც შეება მეტი დახმარება გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებმა შემდგომ თვეებში ცივილიზებულ სამყაროს. რაბედიელი შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და USAID-ის რა ხარჯებს არ ეთანხმება ახალი ადმინისტრაცია. შესაძლებელი იმ ადამიანების გაშვება, ვინც როგორც ჩანს Deep State-ის დავალებით კვლავ აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას, ეს რა თქმა უნდა აისახა მათ შორის საქართველოში დაფინანსებაზე. საქართველოში 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია მოდის. დუბაის ბურჯ ხალიფას შემდეგ თბილისი და გონიო. საქართველოს საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. მულტიფუნქციური კომპლექსები, მშრალი პორტი, ლოგისტიკური ცენტრები. კიდევ რა შეაპირებს საამიროები ფულის დაბანდებას. ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, რომელიც თქვენს ქვეყანაშია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბუ-დაბიში განხორციელებული ვიზიტის შედეგები. ეთერშია კურიერი 9 საათზე. დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 28 იანვარია გიყვებით დღის მთავარ ამბებსა და თემებს საღამო მშვიდობისა. ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები თავად ევროკავშირში გამოუჩნდნენ. პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს ამ ფორმით დასჯა, გააპროტესტა უნგრეთია, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას არა ბრიუსელში, არამედ თბილისში უნდა იღებდნენ. ბრიუსელი კი უვიზო რეჟიმის შეჩერებას, რომელიც დიპლომატების გარდა მოსამართლეებს, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს ეხება, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლით ხსნის. უკუსვლაში კი ევროკავშირის საბჭო გამჭვირვალობისა და ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულ კანონებს თulis. ბრიუსელს მიაჩნია, რომ ის რაც წევრი ქვეყნებისა და შტატებისთვის შეიძლება კატეგორიულად აკრძალულია საქართველოსთვის. ოპოზიცია ევროკავშირის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებას, რომელიც საქართველოს ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელებს არ ეხება, საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარი დარღვევებითა და აქციის მონაწილეების დაპატიმრებით ხსნის. ქართული ოცნება კი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. მართველი გუნდი ევროკავშირის საბჭო შტატების ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაცხადებულ პოლიტიკას ახსენებს, მათ შორის იმ კანონებზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო და ბრიუსელისგან განმარტებებს ელოდება. მე ამ გადაწყვეტილებას უყურებ როგორც პოლიტიკური შურისძიების ცდილობას ქართული ხალხის მიმართ. პოლიტიკურთან ერთად ოფიციალურ თბილისს ბრიუსელის მიმართ შეკითხვების სამართლებრივი მიმართულებითაც აქვს. სახელმწიფო გუნდი ევროკავშირის საბჭოსგან ითხოვს დასაბუთებას, რაც ეფუძნება დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არგუმენტაცია ჯერ საქართველოს ხელისუფლებას არ გადასცემია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართულ მხარეს არც 2010 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების პირობები დაურღვევია. ბრიუსელის გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკური მოტივები მმართველმა გუნდმა ევროკავშირის საბჭოს რელიში დაინახა, სადაც უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძვლად ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის კანონები დასახელდა. პირდაპირ არის გაწერილი პროცედურები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ევროკავშირმა ამ შემთხვევაში შეაჩეროს ესათვის მოქმედება. ერთი ეს გახლავთ ჯანდაცვის საკითხები, მეორე ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირში შიგნით და მესამე ეს გახლავთ რაღაცა ბოროტად გამოყენება ამ პროცედურებისა. არც ერთი ასეთი შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს, როდესაც საუბრობენ რაღაც კანონებს. ამიტომ ცოტა საეჭვო არის სამართლებრივი არგუმენტაცია. დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირმა მისცა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს 2010 წელს. როდესაც მომხდარია უკვე გირგვლიანის მკვლელობა, ბუტა რობაქიძის მკვლელობა, ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც გამოუძიებელი იყო, როცა დახურულია იმედი, წართმეულია რუსთავი 2, ახლა საუბარი იმაზე, თურმე რაღაც დემოკრატიის მიმართ გრძნობელობა აქვს, ეს რა თქმა უნდა არის ფარისეულობა. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით უვიზო მიმოსვლით ვეღარ ისარგებლებენ დიპლომატები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ ქვეყნებში არსებული კანონების შესაბამისად ინდივიდუალურად უნდა აამოქმედონ. საქართველოში აკრედიტებული ელჩები ამბობენ, რომ ეს არის ევროკავშირის სამართლიანი პასუხი ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკაზე.
საქართველოს დემოკრატიული უკუსლა, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, არ დარჩება ჩვენი რეაქციის გარეშე. ჩვენი დამოკიდებულება არ დავსაჯოთ საქართველოს მოსახლეობა, ვინც ქუჩაში დგას და ითხოვს დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინებაზე და მიმდინარე ძალადობაზე. რაც შეეხება კანონს, რომელსაც ახლა გამჭვირვალობის კანონს ან უცხოური გავლენის კანონს ეძახიან. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა ვენეციის კომისიამ წარმოადგინა საექსპერტო დასკვნა, არგუმენტებით, რატომ აღკვეთს ეს კანონი შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, რატომ დაანგრევს სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა მოწოდებების მიუხედავად სამწუხაროდ ეს კანონი მაინც მიიღეს. ჩვენ დასაწყისშივე ვამბობდით, რომ ამას შედეგები მოყვებოდა. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უბიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მხარს უჭერთ. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ამ ეტაპზე დამატებითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ევროკავშირში დისკუსიები გრძელდება. ბრიუსელის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ ქართულ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპელი მინისტრების გადაწყვეტილების რეალური საფუძველი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები და ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გახდა. კანონები, რომელიც იყო ევროპულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში, დარჩა წარსულში, იმიტომ რომ ამას მოყვა რეპრესიები და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგი იმ ძალის გამოყენება, რომელიც არის ნორმა ავტორიტარულ ქვეყნებში, მაგრამ არა დემოკრატიულ ქვეყნებში. შესაბამისად, ეს არის იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს დემოკრატიაზე. 50 პოლიტპატიმარი არის და მათ შორის მზია ამაღლობელი არის ციხეში. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება სახელმწიფო გუნდისთვის შანტაჟია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე წელია გრძელდება. მართველი პარტია ევროკავშირის საბჭოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკას ახსენებს და ბრიუსელიდან განმარტებებს ელოდება. საინტერესოა თუ რა კომენტარს გააკეთეს მაგალითად ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული არის LGBT პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრი არის ვიდრე ჩვენი მიდგომა, ხო? ასევე ძალიან საინტერესოა გამჭვირვალობა, რატომ არის არაევროპული, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენენ და აქაც ძალიან საინტერესო არის ბატონ ტრამპთან მიმართებაში რა განცხადებას გააკეთებენ, როდესაც მან 90 დღით შეაჩერა აბსოლუტურად ყველა დაფინანსება, რომელსაც ამერიკის მთავრობა ხარჯავდა NGO-ების მიმართულებით. ნებისმიერი ასეთი ზეწოლა, სანქცია, მუხარა, ეს ყველაფერი ერთ-ერთი ამის უკავშირდება შანტაჟს, რომ ჩვენ როგორმე დავთმოთ ჩვენი პირობები, დავსვათ ჩვენი პოლიტიკა, დავსვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რასაც ბუნებრივია არ გავაკეთებ. ბრიუსელს პირველი მოწინააღმდეგე უკვე გამოუჩნდა. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას არ შეასრულებს უნგრეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთის მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს თუ არა. ერთი დღე საბოლოო გადაწყვეტილებამდე 26 წლიანი წევრობის შემდეგ საქართველოს დელეგაცია შესაძლოა ევროსაბჭოში უფლებამოსილება შეუჩერდეს. ქართული ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე და ევროპის სახალხო პარტიის ინიცირებით ეს საკითხი დღის წესრიგში გუშინ დააყენეს, ხოლო კენჭისყრა გაიმართება. ქართული ოპოზიციის სახელით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სააკაშვილის პარტიის პარტნიორი IPP საუბრობს და ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯების გამო ითხოვს. სტრასბურგშია ქართული დელეგაციაც, რომელსაც ევროპელ კოლეგებს გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააცნო საკუთარი არგუმენტები. დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს აუხსნა ისიც, რომ ოპონენტების წერილი დეზინფორმაციაზეა აგებული და იქ მოყვანილი ფაქტები რეალობას არ ასახავს. რომელ არგუმენტებს გაიზიარებს ევროპის საბჭო და ეყოლება თუ არა დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას IPP-ის გარდა სხვა მხარდამჭერები ოპოზიციას და ქართული ოცნებაც გადამწყვეტი სესიისთვის ემზადება, თუმცა ერთი განსხვავებით. მართველი გუნდი სტრასბურგში საქართველოს ოფიციალური სტატუსით წარმოადგენს და ხვალინდელ დებატებშიც მიიღებს მონაწილეობას განსხვავებით ოპონენტებისგან. ცოტა ხნის წინ კი გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტი, რომელშიც წერია, რომ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქვებით დროებით უნდა დაამტკიცდეს. უფრო დეტალურად თუ რა წერია წინასწარ პროექტში, რომელიც ხვალ უნდა განიხილონ მირიან გორგოძე გვეტყვის.
დიახ, მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში ნათქვამი არის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრებებისა და თავისუფლების დარღვევები, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრის ნაკის ვალდებულებებს. შესაბამისად, კომიტეტის სურვილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის აპრილის სესიამდე, ანუ ხელახალ განხილვამდე კონკრეტული დათქმები შეასრულოს. კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში კი კონკრეტულად საუბარი არის, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები და დარღვევები, შეიქმნა საარჩევნო გარემო, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებულ დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას. გარდა ამისა, პროექტში ასევე ნათქვამია, რომ დაცული უნდა იყოს გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლება და ასევე მომდევნო სესიამდე, ანუ 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდეს თბილისში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები. ვნახოთ თუ როგორ გაითვალისწინებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტს. პროექტი ამ სახით შენარჩუნდება თუ მასში ხვალინდელ სესიაზე კონკრეტული შესწორებებიც შევა. ნებისმიერ შემთხვევაში ხვალინდელ სესიაზე განიხილება საქართველოს საკითხი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას კენჭისყრის შემდეგ მიიღებს. პროცედურა აღიძრა, პროცედურა მიმდინარეობს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სტრასბურგში ხვალინდელი გადაწყვეტილების მოლოდინშია. თია წულუკიანი ამბობს, რომ დელეგაცია მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ ასამბლეა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს. შედგება კენჭისყრა და იქ გამოჩნდება გაიმარჯვებს ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია და ჩვენს დელეგაციას გაუშვებენ ამ კედლებიდან, თუ ეს არ მოხდება, ეს გადაწყდება 4 შაბათს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს აქ წარმოდგენილი. სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ ქართველი ოპოზიციონერებიც. საგანგებოდ გაგზავნილი წერილის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე პირადადაც დააყენა ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ზურე ჯაფარიძე კი საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების ორ ვერსიას განიხილავს. ერთი ვერსია არის ის, რომ შეუჩერდეს ივანიშვილის დელეგაციას საერთოდ არ მიენიჭოს ესე გაწოდებული credentials, ანუ უფლებამოსილება არ აღიარონ. და მეორე ვერსია არის, რომ აღიარონ გარკვეული ვადით და გარკვეული პირობებით. ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ პირობები თუ ეგ მოხდა, პირობები შეიძლება იყოს ყველგან მხოლოდ ორი. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ერთი და მეორე ეს არის ახალი არჩევნების. სხვა პირობები არც ჩვენ და არც არავის საქართველოში არ აქვს. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და რუსულ ორბიტასთან დაახლოების შედეგად ეს ასამბლეა დარჩა ერთადერთ გავლენის ინსტრუმენტად. ქართული ოცნების არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციის ცნობით დაიკარგება ეს ბოლო ინსტრუმენტიც. უკვე მეოთხე წელია ტყვეობაში ჰყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გზა გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ნიშნავს ევროპის სახალხო პარტიის მიერ ბრიუსელში მიღებული რეზოლუციის უგულებელყოფას, რომელიც უწოდებს მის წევრებს არცნონ დელეგაციის მანდატი. ამ ასამბლეისთვის მინიმალური სანდოობის დაკარგვას ქართველი ხალხის თვალში. მოგიწოდებთ არცნოთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება არასამართლიანად და არაარგუმენტირებულად შეფასდება მმართველი გუნდის მხრიდან. დელეგაციის წევრები საქართველოს ევროსაბჭოს მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და იმედოვნებენ, რომ ევროსაბჭო კონკრეტული ძალების მხრიდან ზეწოლის ქვეშ არ მოიქცევა. ჩვენ ხელისუფლებას ბრალს დებენ, რომ ჩვენ ავართ რუსეთის მოკავშირე ასე ვთქვათ, ხელისუფლება ვატარებთ რუსულ პოლიტიკას და არ გვინდა ევროპა და მივიწევთ რუსეთისაკენ. ეს არის ძირითადი ბრალდებები, რაც მათგან ჟღერდება. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ეს არის სახელმწიფო, რომელიც დღემდე იბრძვის ამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. საკომიტეტო მუშაობა გაგრძელდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დამატებითი არგუმენტები და ფაქტები წარვადგინოთ და პარალელურად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები როგორც პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე სხვადასხვა დელეგაციებთან. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტიური წევრი ევროპის საბჭოში და კონკრეტულად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური იარაღად ქცევის მცდელობა მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარისთვისაც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება თავად ასამბლეას დააზიანებს. ევროპის სახალხო პარტია ეს ის გაერთიანება არის შეგახსენეთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დახსნას ცდილობს ციხიდან. ადამიანს რომელმაც წამების სისტემა შექმნა და მას უწოდებენ მოდერნიზების და დემოკრატიის მაგალითს. მათი მოკავშირე და მათი ასე ვთქვათ მარიონეტები არის ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესის, არა ქართული ხალხის ინტერესის, არამედ სწორედ აი ამ პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესით. იმედი მაქვს, რომ არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური იარაღად ქცევის მცდელობებს ასამბლეის წევრები და გაიაზრებენ იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ეს თავად ასამბლეას დააზიანებს. უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე კენჭისხრა ხვალ გაიმართება. ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის მიმართვისა და მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ზამთრის სესიაზე გაირკვევა, დარჩება თუ არა საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ყველაზე ერთგული მეგობარი ევროკავშირში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია დასრულებულია. ვიზიტის მეორე დღე გუშინდელის მსგავსად უმაღლესი დონის შეხვედრებით იყო დატვირთული ვიქტორ ორბანის შემდეგ უნგრეთის პრეზიდენტი შუიოკო. მას მიზელთან შალვა პაპუაშვილმა თბილისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილა, თუმცა საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირის წევრობა იყო, რა დროსაც პარლამენტის სპიკერმა უნგრეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ქვეყანა წევრობისთვის მზად 2030 წლისთვის იქნება. ევროინტეგრაციის გზაზე რა მხარდაჭერის გარანტიები მიიღო საქართველოს დელეგაციამ ბუდაპეშტისგან ქეთი ზანთარაიაში აჯამებს ოფიციალური ვიზიტს. თავარი გარანტია, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა ოფიციალური ბუდაპეშტისგან მიიღო, არის ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა უმაღლესი დონის შეხვედრების ფარგლებში. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეხვედრა დღეს შედგა უნგრეთის პრეზიდენტთან. ჟანდორის სასახლეში უმასპინძლა უნგრეთის პრეზიდენტმა შალვა პაპუაშვილს და დელეგაციის წევრებს. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს შეხვედრა და არაერთ მიმართულებას შეეხო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზეც ერთ-ერთი მთავარი წამყვანი საკითხი იყო ის, თუ რა გზა აქვს გასავლელი საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ის რომ უნგრეთი საქართველოს ურყევი და ძლიერი მხარდამჭერი არის, ეს გარანტია და ესეთი შეფასებები გუშინ ჩვენ მოვისმინეთ თავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გუშინ შალვა პაპუაშვილი ჯერ პირისპირ ფორმატში, შემდეგ უკვე გაფართოებული შეხვედრის ფარგლებში შეხვდა ვიქტორ ორბანს და ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ უნგრეთი არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროკავშირში. როგორც ევროკავშირის წევრი, რა შეიძლება რომ იყოს უფრო ძლიერი თანამშრომლობა უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით და რა შეუძლია უნგრეთს საკუთარი გამოცდილების მიხედვით გაუზიაროს საქართველოს. ეს ამას გულისხმობს ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა ასევე გუშინ უკვე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესა და შალვა პაპუაშვილის მიერ. ეს დოკუმენტი წინა ჩართვების დროსაც ვთქვი, შედგება 12 მუხლისგან და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უნგრეთი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება თუ როგორ უნდა გადადგას ქვეყანამ უფრო მეტი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და როგორი უნდა გახადოს საკანონმდებლო ჩარჩო, როგორ უნდა მოხდეს კანონების ჰარმონიზაცია ევროკავშირთან და ზოგადად სტანდარტები როგორ უნდა დაუახლოვდეს ევროპულს. სწორედ აი ასეთი დატვირთული იყო უნგრეთში ვიზიტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებთან ერთად და დღეს ჩვენ შემაჯამებელი კომენტარიც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით,
ყველაზე მთავარი გზავნილი, რომელიც უნგრეთისგან მიიღეს, არის ის, რომ ეს ქვეყანა საქართველოს მხარდამჭერი არის და ასევე ის გააგრძელებს აი ამ კურსს უკვე ევროკავშირში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საკმაოდ მკაფე იყო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ევროპული ღირებულებებით 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახით. მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებზე და შედეგებზე დაფუძნებული და ამ მხრივ უნგრეთი იქნება ამ მიდგომის მხარდამჭერი სწორედ ნაცვლად იმ პოლიტიზირებული მიდგომისა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ახასიათებს და მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს ახასიათებს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აქციეს პოლიტიკურ იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ქართველებისთვის თავზე მოსახვევად. ხელი მოვაწერეთ ჩარჩხელ შეკულება საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე გვექნება ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამტკიცების, ერთობლივი შეხვედრების ორგანიზების და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მიხარია, რომ ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში. ეს არის ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ ქართველებს და უნგრელებს გვესმის და რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთს 2 დღის წინ ეწვია და 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები არაერთი მიმართულებით, არაერთ საკითხთან დაკავშირებით და ეს ვიზიტი უკვე დასრულებულია. მადლობა კეთი ზანთარაიამ შეაჯამა ბუდაპეშტიდან საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შედეგები უნგრეთში. ამერიკული გრანტების გაყენვის პოლიტიკა დონალდ ტრამპის დავალებით მისმა ადმინისტრაციამ USAID-ის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. ათობით მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაშია გაშვებული. მიზეზი კი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან არსებული დარღვევებია, მათ შორის პრეზიდენტის განკარგულებებისა და ამერიკელი ხალხის ნების გვერდის ავლა. ასევე დახმარების გაგზავნა იმ ქვეყნებში, რომლებიც არ ავლედნენ პატივისცემას შტატების მიმართ. ამერიკა აღარ გადასცემს ბრმად ფულს ამერიკელი ხალხისთვის ყოველგვარი სარგებლის გარეშე, ასეთია თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია. საუბარია დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარებაზე, რომელიც როგორც მინიმუმ შემდეგი 90 დღის განმავლობაში გაყინული იქნება. შტატების 57 პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმითაც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დაქვემდებარებული სააგენტო თანხებს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში არ ხარჯავს. USAID-ისთვის გრანტების შეჩერებამ, რომელიც წლებია საქართველოში ოპერირებს და არაერთ პროგრამაშია ჩართული, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სამ თვეში ამერიკული ფული საქართველოში ისევ წამოვა. ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გამჭვირვალობის პოლიტიკითაა განპირობებული და მისი პრეზიდენტობის პერიოდში USAID-ისთვის გამოყოფილი ფული პროცესების რადიკალიზაციას არ მოხმარდება. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების აღსრულებას მოწინააღმდეგეები პირველივე კვირაში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში გამოუჩნდნენ. ახალმა ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების გაყინვის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გვერდის ავლისთვის USAID-ის 60-მდე ხელმძღვანელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. Washington Post-ის ინფორმაციით ადმინისტრაციული წესით გათავისუფლებულებს ბრძანება ელფოსტით დაეგზავნათ. მანამდე კი მიიღეს გაფრთხილება, რომ ახალი დირექტივების შეუსრულებლობა დისციპლინურ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ამერიკული მედია ავრცელებს. ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნეს USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების, ყალბის შედეგების გავრცელებაში, რომელმაც კინაღამ საზოგადოება არეულობამდე მიიყვანა. USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მართველი გუნდის მთავარი კითხვა 2020 წლის არჩევნებს ეხება. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ USAID-ის ხელმძღვანელი პირების გათავისუფლებაც ადასტურებს, რამდენად საფუძვლიანია ტრამპის გადაწყვეტილება საგარეო დაფინანსების მიზნობრიობის შემოწმების შესახებ.
ესეც არის საერთო ჯამში საფუძველი, რატომაც ხდება გადახედვა დაფინანსებისა. სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო, რომ საერთაშორისო დახმარება რიგ შემთხვევაში გამოიყენება ადგილზე გარკვეული არეულობის, ასე ვთქვათ, შეტანაში და მათ შორის აზიანებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა და ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეულ ასეთ სახის ასე ვთქვათ, ღონისძიებებთან თუ აქტივებებთან დაკავშირებით. სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს და USAID საგარეო დახმარების აუდიტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ხარჯვის პრიორიტეტი შეიძლება სხვანაირი კონდეს ტრამპის ადმინისტრაციას. 90 დღის შემდეგ რაღაც დაფინანსება რაღაცა მიმართულებებით დაბრუნდება, თუ საქართველოზე ვლაპარაკობთ, არადა ეს მარტო საქართველოს არ ეხება. საქართველოსთან მიმართებით ამერიკის პოლიტიკას ეს არაფერ არ ცვლის. დარწმუნებული ვარ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს დაფინანსების საკითხს, ისინი რა თქმა უნდა ყველა კრიტიკულ პროექტს შეუწყობენ ხელს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ხედავთ იმ სახალხო პროტესტში, რა ძალა აქვს სამოქალაქო სექტორს საქართველოში. 3 თვის შემდგომ ეს დაფინანსება აღდგება. როგორ აისახება ტრამპის გადაწყვეტილება საქართველოს, სადაც USAID წლებია არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ პროექტებს აფინანსებს? ამ კითხვას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მოჰყოლია. მმართველი პარტია კი დარწმუნებულია, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსების ძველი პრაქტიკა დასრულდება, რაც ქვეყანაში სტაბილურობას შეუწყობს ხელს. არგუმენტად უმრავლესობას სწორედ ტრამპის ახალი მიდგომა მოჰყავს, რომელიც მათივე შეფასებით გამჭვირვალობის კანონის სულისკვეთებას ეხმიანება. აფინანსებდნენ მოლოტოვის კოქტეილების შეძენას, პიროტექნიკის შეძენას, რადიკალურ პროცესებს, რევოლუციური სცენარების სემინარებს. ჩვენ მიერ მიღებული გამჭვირვალობის კანონი აღსრულებაში მოიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი ბრძანებით, რომელმაც დაწერა, რომ მინიმუმ 3 თვის საერთოდ აღარ იქნება დაფინანსება და 3 თვის მერეც აღარ ექნება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალური პროცესებისთვის იყენებდნენ ამ ფულს. მისასალმებელი იმ ადამიანების გაშვება, ვინც როგორც ჩანს Deep State-ის დავალებით კვლავ აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას. ეს რა თქმა უნდა აისახა მათ შორის საქართველოში დაფინანსებაზე და დიდი ალბათობით ის პროექტები მათ შორის აღარც 90 დღის მერე გაგრძელდება, შესაბამისად აღარ გაგრძელდება ის მავნებლობა, ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციას საგარეო დახმარების გაცემისა და მისი მიზნობრიობის გამო ხშირად აკრიტიკებდა. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საგარეო დახმარების პრიორიტეტების გადაფასების შესახებ მიიღო. განკარგულების მიხედვით შტატების საგარეო დახმარების დიდი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემდა, 90 დღის განმავლობაში მისი მიზნობრიობის შესწავლამდე ჩერდება. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და უმსხვილესი დეველოპერი სამხრეთ კავკასიის ბაზარზე საქართველოში მილიარდობით დოლარის ჩადებას მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანია ემაარი გეგმავს. მულტიფუნქციური კომპლექსებისთვის თბილისში და გონიოში ადგილები უკვე შერჩეულია. უახლოეს მომავალში კი მშენებლობას ის კომპანია შეუდგება, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა ააშენა და რომელიც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივისცემის ნიშნად საქართველოს დროშის სფერებში განათდა. საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიად ალ-ნაჰიანთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ორ მხრივ ინტერესებზე, ასევე რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, თუმცა მთავარი თემა მაინც ეკონომიკა და საქართველოს ღია საინვესტიციო ბაზარი იყო. შუადერეფნის მონაწილე ქვეყანა მზადაა ინვესტორებს ყველა პირობა შესთავაზოს უმსხვილესი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური მნიშვნელობისაა. შუადერეფანი მშრალი პორტი, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრები ეს ის მიმართულებებია, რომლებიც როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე საქართველოს აინტერესებს. ბოლო 27 წლის განმავლობაში საამიროები საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და დღემდე არაბულ ბიზნესს ქვეყანაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ჩადებული როგორც საფინანსო, ასევე სასტუმრო და სავაჭრო სექტორში. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის ბურჯ ხალიფას შემქმნელები დუბაის შემდეგ ინვესტიციას საქართველოში დებენ. შეთანხმება მიღწეულია, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული. საქართველოში დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა და პროექტებს გონიოსა და თბილისში ემაარ ჯგუფი განახორციელებს. ადგილები უკვე შერჩეულია.
ასეთი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ პროექტები ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. ემარ ჯგუფის ქვეყანაში შემოსვლით კი საქართველო საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება. დღეს სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია საქართველოს, ასევე საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესის კეთების გარემო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო მოტივატორი ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების. იყო არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფედერალური მთავრობის და თვითონ პრეზიდენტის უშუალო გადაწყვეტილებაც და მისი ჩართულობა იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღო კომპანიას. ამ შემთხვევაში თვითონ აბუ-დაბის მთავრობაც აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ინვესტორი. ემარ ჯგუფთან საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. მანამდე კი ოფიციალურმა თბილისმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ეგრეთ წოდებული ყოვლის მომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია. ეკონომიკის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია. მომავალი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მოხდება ორივე მიმართულებით გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება გაწეული არქიტექტურული კონცეფციის და არქიტექტურული პროექტის მომზადების თვალსაზრისით. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ მთავარ პროექტს ემარ ჯგუფი გონიოში განახორციელებს. რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია აჭარაში ახალ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და 10,000-ობით სამუშაო ადგილს შექმნის. ინვესტიცია ითვალისწინებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალი ბრენდების შემოყვანას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციებით კიდევ უფრო მეტი სტიმული მიეცემა როგორც კერძო სექტორს, ასევე კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკა, აჭარის ეკონომიკა, შეიქმნება 10,000-ობით ახალი სამუშაო ადგილი. კომპანია, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, ეკონომისტების პროგნოზით სხვა კომპანიებისთვისაც სამახალისებელი იქნება, რათა საქართველოში ინვესტიციები თავადაც განახორციელონ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეს არის ისეთი ტიპის კომპანია, რომელიც რაიმე სტრატეგიულ სირთულეებს საქართველოს არათუ არ შეუქმნის, არამედ პირიქით ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის. და ეს არ არის მაგალითად სიტყვაზე რაღაცა პორტის გაყიდვა, აეროპორტის გაყიდვა, რამე მსგავსი, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ სენსიტიურ სპექტრში განიხილებოდეს. პირიქით ეს არის ახალი შესაძლებლობების გაჩენის რესურსი საქართველოს ეკონომიკისთვის. საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებას ხელი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში მოეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს 15 ქვეყანაზე მეტში ვახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ თბილისში პირველად რომ ჩამოვედი, სრულიად მომნუცხველი ეფექტი იქონია ქალაქმა ჩემზე, თავისი ხალხის სილამაზით, ბუნებითა და არქიტექტურის ხიბლით და ცხოვრების სტილით. თან საოცარი სამზარეულო გაქვთ. შემდეგ ვეწვიე ბათუმს და იქაც განცვიფრებული დავრჩი ქალაქის ენერგეტიკით და სილამაზით. მე მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებ, საცხოვრებელ კომპლექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობილიკებს, სარბენბილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს, ყველაფერს ვაშენებთ. განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ. ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, რომელიც თქვენს ქვეყანაშია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მიერ ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილებას არაერთი მედია გამოცემა უკვე გამოეხმაურა. სანამ ემარ ჯგუფი თბილისსა და გონიოში პროექტების განხორციელებას დაიწყებს, კომპანიამ ისტორიული შეთანხმების აღსანიშნავად ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის სფერებში გაანათა. ძლიერი ხანძარი თბილისში რამდენიმე საათის წინ ლილოს ბაზრობაზე ცეცხლი გაუჩნდა სასაწყობე ფართებსა და მაღაზიებს, რის შედეგადაც 5,000 კვადრატული მეტრის სივრცე დაიწვა. ხანძრის ლოკალიზება 2 საათში მოხერხდა, ცეცხლის ქრობის პროცესში კი 120-ზე მეტი მეხანძრე მაშვერი და 22 სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. ძლიერი ხანძრისა და დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ეს არის ბაზრობის ტერიტორია და აქედან გამომდინარე წვადი მასალა არის ძალიან ბევრი. რამაც ესე რომ ვთქვათ, გააჭიანურა დროში ხანძრის ქრობა. ხანძრის ქრობის პროცესი წარიმართა ნორმალურად. მეხანძრე მაშველებამ მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო სამაშველო
ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე მაშველები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდი არის და აქედან გამომდინარე იყო საფრთხე იმის, რომ გავრცელებული იყო სხვა ფართობზეც. მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ლოკალიზება და შემდგომ ლიკვიდაცია. სოხუმის თეატრი უცხოელ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება საერთაშორისო ფესტივალი Into the Open 2025 უკვე დაიწყო ებრაელი დრამატურგის ერთმოქმედებიან დადგმას ქართული დასი 2 დღეში წარადგენს. იაკიში და პუპჩე თითქმის 10 წელია სოხუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლება სევდიანი კომედია მრავალფეროვანი პერსონაჟებითა და დეკორაციებით პრესტიჟულ ფესტივალზე 30 იანვარს წარდგება. ღონისძიებაზე ქართველი მსახიობების სპექტაკლის შესრულების გარდა ხელოვნების სფეროს ბევრ მნიშვნელოვან ფიგურას შეხვდებიან, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თემატურ დისკუსიაში. მოდით არაბები დავხროთ, იქნებ დაბნელდეს და ვერაფერი დავიღოთ. ჩვენ ჯინაზე მართლა როგორ ალეთებთ ეს მთვარე. კარგი იქნებოდა რომ მთელი სამყარო დაბნელებული. იაკიში და პუპჩე. ამბავი მარტო სულ მეოცნები ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ იცვლება. რამდენიმე დღეში სევდიანი კომედია მრავალფეროვანი პერსონაჟებით წარსდგება უცხოელი მაყურებლის წინაშე. სოხუმის სახელმწიფო თეატრი ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადება. რა ვინათ რომ არც ერთ გოგოს არ უნდიხარ. იქნებინმე ახალი ასული გაბოჭდა ქალაქში დედა. გაგცინი, ჩვენს ქალაქში ახალი ვინ უნდა გამოჩენილიყო. ებრაელი დრამატურგის ხანოხ ლევინის კომედია უკვე წლებია თეატრის დიდი სცენის საპატიო ადგილს იკავებს. ერთმოქმედებიანი პიესა კი ბერლინის პრესტიჟულ ფესტივალზე Into the Open-ზე პირველად წარსდგება. ახლა კი სოხუმის დრამატულ თეატრში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რეჟისორი მსახიობებს ბოლო მითითებებს აძლევს. ვერ მოახერხეთ ჩვენ ჩაშანაც ქონდა მოწვევა, მაგრამ წელს გადავწყვიტეთ წასვლა ექსპერიმენტული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა დღესდღეობით და ძალიან გვიხარია რომ ასეთ თანამშრომლობა Into the Open პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ხელოვნების ყველა სფეროს აერთიანებს. წლიდან წლამდე მონაწილეების რაოდენობა იზრდება. თეატრალური დადგმების გარდა მაყურებელი მუსიკალურ პერფორმანსებსაც მოისმენს. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა თემატურ დისკუსიებშიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ადგილი, სადაც არა მარტო თეატრალური ფესტივალი იმართება, არამედ მუსიკალური ექსპერიმენტული, ასევე გამოფენები ტარდება, ინსტალაციები, თანამედროვე ხელოვნების. თავგადასავლებით სავსე, სასოწარკვეთილ და ამავდროულად იმედის მომცემ პერსონაჟებზე მუშაობა დასისთვის წლიდან წლამდე უფრო საინტერესო ხდება. მსახიობებისთვის საერთაშორისო მაყურებლის წინაშე წარდგენა სწორედ ამ სპექტაკლით კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა. ეს ცნობილი დრამატურგის პიესა სოფლიოში ბევრგან დადგმულა და ჩვენი ვერსიაც საინტერესოა, რა თქმა უნდა, იქნება ალბათ ბერლინელი მაყურებლისთვის და არა მარტო ბერლინელი. საინტერესოა ჩვენი ვარიანტი, როგორ მოეწონება, თან როგორ მიიღებენ, არ მოეწონება, თან არა, ორივეზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენ მაინც გონია რომ რაღაც ჩვენსას არ დავაკლებთ. თემაც ძალიან საინტერესოა. ორი ახალგაზრდა ადამიანის ძალიან რთულ ურთიერთობაზეა სპექტაკლი და აი მისი ირგვლივ მერე რა ხდება ეს უკვე მე მგონია რომ ბერლინის მაყურებლისათვისაც ძალიან საინტერესო იქნება. სოხუმის დრამატული თეატრი ბერლინში ხვალ მიემგზავრება. ფესტივალი Into the Open დღეს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება. და კურიერის დასასრულს ტრადიციულად სპორტული ახალი ამბები, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომელსაც ლაშა დვალიშვილი გაგვასწრებს. ლაშა საღამოშიდები. საღამოშიდები, დავით მოგესალმები. დავიწყოთ ფარიკაობით, ბულგარეთში ხმით მოფარიკავეთთა შორის მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართული დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა ტურნირის პირველ დღეს სინიორებს შორის სანდრო ბაზარზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრები კი პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა ქართულმა მოფარიკავეებმა. საუდის არაბეთისა და ირანის ნაკრები დაამარცხეს ნახევარფინალში კი საქართველოს საფრანგეთთან დათმო. ცოტა რთული იყო გვეთქვა რომ მედალს მოვიპოვებდი, იმიტომ რომ დაახლოებით 1 თვე რაც ვარჯიში დავიწყე და პროგნოზების გაკეთება რთულია ესეთ მოკლე პერიოდში, მაგრამ თავარი არის წმენა შენი საქმის შეუძლებელი არაფერი არ მე დაუბრუნდი აქტიურ სპორტს. ჩემ თავში წმენა დამიბრუნდა, ყველაზე მთავარი ეს არის და ვაგზელებ ჩემი მიზნებისთვის ბრძოლას კვლავ. თავარი მიზანი არის წელს საქართველოში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდები რომ ოქროს მედლისთვის ვიბრძოლო, მით უმეტეს საქართველოში დარდება.
საქართველოს სპორტის მინისტრი შავა გოგოლაძე ქართველ ტყვიის მსროლელებს შეხვდა და სლოვენიაში გრან-პრიზე მიღწეული წარმატება მიუღწია ჩატარებულ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს medali მოიპოვეს. შეხვედრაზე სპორტის მინისტრმა საქართველოში ტყუის სროლის განვითარებასა და ამ სახეობაში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები დაგვიწყდნენ სამშობლოში, როგორც მოგეხსენება ტყუის სროლა ჩვენი პრიორიტეტული სპორტის სახეობაა. ჩვენ ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ასევე ვიმსვლით იმ მომავალ ქმედებებზე, რომელსაც განახორციელებს სპორტის სამინისტრო ამ სპორტის სახეობის განვითარებისათვის. მოვიპოვე ოქრო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში და ასევე ჩემს მეწყვილესთან ერთად მეორე ოქროც მეორე დღეს გიორგი მუღაძესთან ერთად. იყო საკმაოდ დაძაბული ბრძოლა, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. წლის დასაწყისი 25 ჩვენი სპორტის სახეობისთვის იყო ძალიან ნაყოფიერი. ეს არ მოხდებოდა, ეს წარმატება, რაც უნდა კარგად ივარჯიშო, რო არა სახელმწიფოს გვერდზე დგომა. 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველოს პირველად 9-დან 16 თებერვლამდე უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ევროპის 45 ქვეყანა მიიღებს, ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება. შეჯიბრი ზამთრის სპორტის 8 სახეობაში ჩატარდება. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ მაყურებელს ტელეკომპანია რუსთავი 2 სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში და ამომწურავად მიაწვდის. ჩვენ მოვასპინძლობთ მე-17 ფესტივალს, თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობს 45 ქვეყანა, თავისთავად მეტყველებს მის მნიშვნელობაზე. ყველაფერი გაკეთდა და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივალთ კარგად, განრიგის მიხედვით და გახსნის ცერემონიიდან დაწყებული, ვიდრე დაიხურება ეს ფესტივალი, ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე. 14-16 თებერვალს ბაქოში გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ, რომელთა შემადგენლობა ცნობილი გახდა საქართველოს ღირსებას ლაშა ნადირაძე, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი, სოსო ებილაშვილი და ილია სულამანიძე დაიცავენ. ქალთა შორის კი ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ შარშან ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა, სადაც ილია სულამანიძე ჩემპიონობა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს medali მოიპოვა. იქამდე კი წლის პირველი გრან-პრი პარიზში ჩატარდება. ავით დღეისაც სულეჩხო ხვალამდე გამშვიდობები. მადლობა ლაშადვალიშვილს ტრადიციულად საინტერესო სპორტული სიახლეებისთვის. ასეთი იყო დღევანდელი დღე 28 იანვარი და კვირიერი 9 საათზე ჩვენს ეთერს რამდენიმე წუთში მეგაპროექტი გვაჩვენეს შენი ხმა განაგზობს. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.